აი გიორგი და უამრავი ჩვენი ბავშვი ვერ აძლევენ ხმას ამარჩენებზე. მე ეჭვი არ მეპარებ რომ ქართველი ხალხის გადაკეთებას სულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს რომ როდესმე ამ ბავშვებმა ინანოსო ჩვენ არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. იმიტომ რომ ეხლა მე და სანდრა რა თქმა უნდა ჩვენდები ჩვენ სახში და იქ არის წერეთლების სახლ-მუზეუმი. წერეთლები იყვნენ ძალიან მაგარი ხალხი, როგორც ბევრი ხალხი აქედან და ისინი საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდნენ გასული საუკუნის. ძალიან მაგარი რაღაცები გააკეთეს თავის ქვეყნისთვის და მერე მოხდა ის, რომ ამ ქვეყანამ დაკარგა თავისუფლება. დაკარგა დამოუკიდებლობა და სოლჯონიკიძეების დროშის ქვეშ ჩაუვარდა ხელში ჩვენ მტერს. მუზეუმში ეს დღეები ვიჯექი და ნახულობდი იმ მასალებს. ყველაფერი კარგად მიდიოდა დამოუკიდებლობის რამდენიმე წელიწადში. და მერე ქართველმა მოღალატება ჩაგვახუტეს ისე უკან გამყრობელს და აი თაობისთვის ცხოვრება გაჩერდა. არ უნდა ვქნათ რომ ამ ბავშვებისთვის ცხოვრება ისე უკან გაჩერდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თავისუფლება არის ძერით და ერთადერთი გზა საქართველოს.